მოგესალმებით. წარენჯიხის ნომერ 62 საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური. არჩევნები ჩატარდა 7 გარემოში. მეორე ტურში გადავიდა 2 საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი. ეს გახლდათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბატონი ლევან ქარდავა და ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატი ბატონი გოგა გულორდავა. 77 მაჟორიტარული ოლქი შედგება 52270 ამომრჩევლისგან. აქედან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 45%-მა. საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოსული ოქმების საფუძველზე წინასწარი მონაცემებით კანდიდატებმა დააგროვეს შემდეგი რაოდენობის ხმები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბატონმა ლევან ქარდავამ დააგროვა ამომრჩეველთა 7099 ხმა, ეს გახლავთ 31,44%, ხოლო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატმა ბატონმა გოგა გულორდავამ მიიღო ამომრჩეველთა 15478 ხმა, ეს გახლავთ ამომრჩეველთა 68,56%. მაშასადამე ამომრჩეველთა 68,56%-ით წალენჯიხა ჩხოროწყუს მაჟორიტარი კანდიდატი გახდა ბატონი გოგა გულორდავა. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო საოლქო საარჩევნო კომისიის ყველა თანამშრომელს, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, თითოეულ ამომრჩეველს არჩევნების 7 გარემოში ჩატარების და წარმართვის ხელშეწყობისათვის. დიდი მადლობა.